საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 13 ნოემბერს წმინდა 100,000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით 100,000 მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შეომაღავლინა. თანამსახურებდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა სასულიერო პირები. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. მეუფე შიომ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, ძმებო და დებო, გილოცავთ 100,000 ქართველი მოწამის ხსენებას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. 100,000 მოწამის დღესასწაული განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის. ეს არის სულის ზეიმი და გაბწყინვება და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დედაქალაქიც დღეს განსაკუთრებით ხარობს და ბრწყინავს. არა იმიტომ, რომ დღეს მზე ანათებდა განსაკუთრებით ძლიერად, არამედ იმიტომ, რომ სიტყვისაებრ წმინდა იოანე ოქროპირისა მოწამეთა სინათლე 1000 მზეზე და ციურ სხეულზე მეტად ნათობს და ანათებს და ბრწყინავს. ვინ არის მოწამე? თქვენ იცით, ბერძნული სიტყვა მარტის ნიშნავს მოწმესაც, მოწამესაც. მოწამე არის ადამიანი, რომელმაც თავისი სისხლით დაამოწმა ქრისტეს მოსვლა, მისი ცხოველს ყოფილი მაცხოვრებელი ვნება, სიკვდილი და აღდგომა. თვით უფალი იესო ქრისტეც, როგორც გახსოვთ, გამოცხადების წიგნში თავის თავს სარწმუნო მოწამეს უწოდებს და მოციქულებსაც მოწმეებს უწოდებს თავისი ზეცად ამაღლების წინ. როცა ეტყვის, რომ თქვენზე გადმოვა სული წმინდა და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეაში და ქვეყნის კიდემდე. მოწამეობა არის მთელი ცხოვრების გვირგვინი და ღვთის საჩუქარი, ღვთისგან მომადლებული ნიჭი. ამაზე წერს წმინდა პავლე მოციქული, რომ თქვენ უფლის გულისთვის მოგეცათ არა მხოლოდ რწმენა, არამედ ვნებაც მისთვის. აი დღეს ჩვენ ფიქრობთ ამაზე განსაკუთრებით მოწამეობის მნიშვნელობაზე. და წმინდა ეკლესია გვასწავლის ასევე ჩვენ, რომ მოწამეთა გარეშე ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია. იმიტომ რომ ისინი არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა. ის სვეტები, რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა. და ამიტომ შეუძლებელია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს. მაგრამ როგორი უნდა იყოს მართებული თაყვანისცემა მათი? და აქაც მინდა შეგახსენოთ წმინდა იოანე ოქროპირის საოცარი სიტყვები, რომ მოწამეები განსაკუთრებით გრძნობენ მათდამი პატივისცემას, როდესაც ადამიანები ხდებიან მათი სიკეთეების თანაზიარნი
ესე იგი, ვისაც უნდა ჯეროვნად ადიდოს მოწამეები, უნდა ეცადოს მიბაძოს მათ ღვაწლს და შრომას და აი სწორედ ეს მიანიჭებს მოწამეებს არანაკლებ სიხარულს ვიდრე მათი სიმამაცე გამოვლენილი ქრისტესთვის. მაგრამ ისმის კითხვა, ჩვენ დროში როგორ მიუბაძოთ მოწამეებს? აქაც საოცრად პასუხობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ დიახ, დღეს არ არის ისეთი დევნა, მაგრამ დევნის დრო არ არის და ჟამი, მაგრამ არის დრო მოწამეობის და არის დრო მოწამეობრივი გვირგვინების. არ გვდევნის ჩვენ ადამიანი, მაგრამ გვდევნის ეშმაკი, რომელიც ყოველგვარ ტარვალზე უფრო ზვინვარე და ბოროტია. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, რომ ჩვენი ბრძოლა სისხლის და ხორცის წინააღმდეგ კი არ არის, არამედ ცის ქვეშეთის ბოროტ სულთა წინააღმდეგ. და ეს ისეთი ომია, ძვირფასო ძმებო და დებო, სადაც არ არის ჩვენთვის არც შერიგება, არც ზავი, არამედ მუდმივი ბრძოლაა, რათა გვირგვინიც იყოს ნათელი. და აი როგორც გვასწავლიან ჩვენ წმინდა მამები, ჩვენს გვეძლევა შესაძლებლობა მოწამეთა გვერდით დავდგეთ. იმიტომ რომ მოწამეზე ნაკლები როდია ის ადამიანი, ვინც იყო ქცეული თავისი ვნებების რაღაც ფეს გადგმული ჩვევების ტყვეობაში და ღვთის გულისათვის დაარღვია ეს ბორკილები და ღვთისნებას შეუდგა. აი ეს უმძიმესი საქმეა. დაამარცხო შენი ვნებები, დაარღვიო ყოველგვარი საცდური და თუ მოწამეთა ღვაწლი არის ძალიან მძიმე, აი ასეთი მოსაგრეების ღვაწლი არის სავსე ხანგრძლივი მწუხარებით. ამას ეწოდება უსისხლო მოწამეობა. აი ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ 100,000 ქართველი მოწამის ხსენებას. მათი ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, დალოცოს, გადაარჩინოს საქართველო. ღმერთმა გააძლიეროს კათოლიკოს პატრიარქი ჩვენი უწმინდესი და ონეტარესი ილია მეორე. ღმერთმა დალოცოს ყოველი თქვენგანი და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ისევ ადიდოთ ეს წმინდა მოწამეები, ნამდვილი გმირები და ქრისტეს მეგობრები, როგორც სათნოა მათთვის. და მაშინ მიუბაძავთ რა მათ განვლილ გზას, მათ შესაფერის გვირგვინებს მივიღებთ. რისი ღირსიც დაეგამხდარიყავით მადლითა და წყალობითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ქადაგების დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მრევლთან ერთად ხიდიდან მტკვარში ყვავილების თაიგული ჩაუშვა. აქ შეკრებილი სასულიერო და საერო პირები დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. გილოცავთ 100,000 მოწამეს ხსენების დღეს. საქართველოს ისტორია ორ მოვლენას თავაზობს, სადაც თბილისის მოსახლეობა აი ასე ათეული ათასობით ეწამა ქრისტეს გულისათვის. 100,000 მოწამისა, რომელიც საუკუნეთა რომელსაც დღეს აღნიშნავთ, ძალას გვაძლევდა არის დაკავშირებული და რომელიც ჯალალედინის შემოსევასთან, ხოლო მეორე ამგვარივე, როდესაც თბილისის მოსახლეობა
უარი თქვა ხატების შეურაცხყოფაზე და წმინდა ქრისტეს ასიათასი უარყოფაზე მოწამეთა მეოხებით არის დაკავშირებული უფალმა გააძლიეროს აღა მაჰმად ხანის და შემოსევასთან გააძლიეროს ჩვენი სამშობლო. საქართველოს მადლობა. სამეფოს არსებობის ბოლო წლებში და ჩვენმა წინაპრებმა ძალზე ერთგულად და ძალზე თამამად დაიცვეს სარწმუნოება და დაიცვეს თავიანთი დედაქალაქი და დაიცვეს, რასაც ქვია, ქართველობა. და ეს ეხება არა მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს, არამედ ეს ეხებოდა თბილისში მცხოვრებ ყველა ეროვნების ადამიანს. რამე თუ ყველა ერთად იბრძოდა დამპყრობელის წინააღმდეგ. და პატრიარქის ნათლულები ეს არის ხელმძღვანელი დღე მაია მიქაბერი. დედაქალაქის დალოცვისა და კურთხევისა ამ წმინდანების მიერ. შესრულებული იქნება პატრიარქის მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება, რომ ეს დღე გამოცხადდეს საყოველთაო ზეიმად ჩვენს დედაქალაქში. და ჩვენმა ახალგაზრდობამ იცოდეს სრულყოფილად და შინაარსობრივად ჩვენი წინაპრების თავდადებისა და ქვეყნის სიყვარულის შესახებ. შეგვეციოს მათი მეოხება წინაშე ღვთისა და დღევანდელ ქართველებს მოგცეს სიყვარული ღვთისა, სიყვარული მამულისა და ერთმანეთისა. რავალს დაესწარით. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს 100.000 მოწამის ხსენების დღეს. ეს დღესასწაული ჩვენი ერისთვის განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ეხება ისტორიას, რომელიც კონკრეტულად თბილისში მოხდა და ამ ისტორიის შესახებ ყველა მიცის და ჩვენთვის დღევანდელ დღესაც ეს სამაგალითოა, ეს სიმართლისთვის თავგანწირვა, სიმართლისთვის ბრძოლა და ასევე სიმბოლურია დღევანდელი დღე, რომ პატრიარქის ლოცვა კურთხევით დღევანდელ დღეს ყოველთვის ტარდება პარაკლისი ხიდზე. ეს ხიდი არის სიმბოლო ორი მხარის შეერთებისა, ხო? ერთი მხარისა და მეორისა და დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად აქტუალურია, მე ვფიქრობ ეს საკითხი სიმბოლურად, რომ ჩვენს გვჭირდება ალბათ უფროსთაობას, უმცროსთაობას, შეერთება, გახლეჩილ საზოგადოებას უფრო დაახლოება, ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და ღმერთმა ინებას, რომ დღევანდელი დღე იყოს დასაბამი ამ ყველაფრის. გილოცავთ ყველას. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის 100.000 მოწამის ხსენების დღე. დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას ერთის მხრივ არის ტრაგიკული, ხოლო მეორეს მხრივ ეს არის გამარჯვებული ქრისტიანული სულის დღესასწაული, რადგანაც დღეს ჩვენმა დედაეკლესიამ შეიძინა 100.000 მოწამე. მათ თავი დადეს ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვისათვის, ხატების თაყვანისცემის დაცვისათვის და მათი ლოცვა და მეოხება გვეწეოდეს ყველა ქრისტიანს, სრულიად საქართველოს, სრულიად მთლიანად მსოფლიოს. ასევე აღსანიშნავია ის, რომ სიმბოლური არის, რომ დღეს ჩვენ სწორედ ხიდზე შევიკრიბეთ, იმ ხიდზე, სადაც აწამეს ჩვენი მოწამეები. ხიდი ასევე არის სიმბოლო გაერთიანებისა, სიმბოლო არის დაკავშირებისა, რადგანაც ხიდი არის გამაერთიანებელი წინაპრების, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობებისა. ჩვენი უწმინდესი ყოველთვის ამ ხიდს აშენებდა თაობებს შორის და მადლობა ღმერთს, რომ დღეს ისევ გრძელდება ეს და მინდა ყველას მიულოცო. კიდევ ერთხელ მადლობა უწმინდეს ამ დღის დაარსებისთვის, ასე მასშტაბურად რო აღინიშნება და მადლობა გადაუხადო მინდა პატრიარქის მოსაყდრეს მეუფეშიოს, რომ მისი ლოცვა კურთხევით ხორციელდება დღემდე ეს ასე ვთქვათ აღნიშნა ამ დღესასწაულისა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ. სრულიად საქართველოს მიულოცავთ წმინდა 100.000 მოწამის ხსენების დღე, რომელიც ისტორიაში შევიდა ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები, რომელმაც გაწირეს თავი. ამ დღეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს დავითიანის და ახალგაზრდების და სურვილი გვაქვს, რომ ეს იყოს დღე, როდესაც სრულიად საქართველო გაერთიანდება ლოცვით და მიაგებს სათანადო პატივს ჩვენ გვირს წინაპრებს. მათ შეგვინარჩუნეს ის რწმენა, რომელიც ჩვენ პასუხისმგებლობის წილად უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე და შეუნარჩუნოთ ჩვენ მომავალ თაობას. დღევანდელი დღე გახლავთ მაგალითი ქრისტესადმი ერთგულებისა, იმ ერთგულებისა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ გამოავლინეს, როდესაც მათ ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ქრისტესთვის და ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. და ამით ჩვენ მოგცეს მაგალითი, თუ რა უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების მთავარი
ღირებულება და მთავარი არსი და როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ. მე მინდა რომ დღევანდელი დღე თბილისის სასულიერო სემინარიის გალობელთა გუნდის და პირადად ჩემი სახელით მიულოცო სრულიად საქართველოს და როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს და მთელი გულით მინდა შევთხოვო ყოვლადწმინდა სამებას რომ გვიჯამრთელოს და დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი მრავალჟამიერ თქვენო უწმინდესობა გილოცავთ ყველას ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს 100.000 ქართველი მოწამის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ქართველებისთვის განსაკუთრებით ყოველწელს აღენიშნება მეტეხის ხიდზე ეს დღესასწაული და რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა იმიტომ რომ მონაწილეობა მივიღეთ გალობით დღევანდელ დღეს ულოცავთ ჩვენს პატრიარქს განსაკუთრებით უსრულებთ ჯანმრთელობას დღეგრძელობას და გვიყვარს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მართლმადიდებელი საზოგადოებისთვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი ერისთვის და ჩვენც ლეგიონის მოხალისეები, რა თქმა უნდა, ამ დღეს ტრადიციულად ვუერთდებით. ამ დღის ძალიან დიდი მნიშვნელობა ვფიქრობთ, რომ ახალმა თაობამ აუცილებლად უნდა გაიაზროს და ეს ტრადიცია უნდა იყოს უწყვეტი. დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისის დაწყებამდე 100.000 მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლულთა გუნდი, სამების საპატრიარქო ტაძრის სამრევლო სკოლა, ანსამბლები მარულა და შემოძახილი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა სრულიად საქრისტიანოსთვის, მოგეხსენებათ 100.000 მოწამის ხსენების დღეა. ყოველთვის აღვნიშნავთ და პატრიარქის ნათლულთა გუნდი ყოველთვის იღებს მონაწილეობას. მინდა მთელ საქართველოს მიულოცო 100.000 მოწამის ხსენების დღე. დღეს შევასრულე ბევრი საგალობელი და ძალიან მიყვარს ეს დღე, იმიტომ რომ ჩემი გუნდი ყველა ერთად ვიკრიფებით და ერთად მუშაობთ, ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს და ძალიან მიყვარს ეს დღე და საერთოდ ყველა დღესასწაული, რასაც ქართველები ერთად აღვნიშნავთ. მე ვულოცავ პატრიარქს 100.000 მოწამის დღეს და აქ შევასრულე ძალიან ბევრი საგალობელი. ეს დღე ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიღებთ ამ კონცერტში მონაწილეობას. ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს. ალბათ ზედმეტი ემაზე ლაპარაკი რაოდენ დიდი მნიშვნელობა ქართველების და მთელი საქართველოს დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღის მაგალითზე უნდა გავზარდოთ თაობები. ყველამ უნდა იცოდეს ეს უდიდესი თავგანწირვა, რომელსაც ალბათ სოფლიოში ანალოგი არ მოიძებნება და ორმაგად ბედნიერები ვართ, რომ ასეთ წმინდა მნიშვნელოვან დღეს მოგვიცა საშუალება, მოგვიცა საქართველოსთვის ჩვენი ხელოვნებით და ჩვენი ანსამბლის წარმატებული გამოსვლით. დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პატივია ჩვენთვის, რომ ამ კონცერტში ვიღებთ მონაწილეობას. მე მინდა რომ მიულოცო კათოლიკოს პატრიარქს და სრულიად საქართველოს ეს დღე. ამ წმინდანთა ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს. თბილისელად ყველაზე მეტად აქ იგრძნობა ყოფნა. იმიტომ რომ ჩვენ ამათი მოწამეობრივი სისხლზე ვდგავართ და ეს გვეიმედება და ეს არის ჩვენი მომავლის რწმენა და მინდა რაც შეიძლება მეტი ქართველი ძალიან ბევრი თბილისელი აცნობიერებდეს მისი სტუმარი თუ მაცხოვრებელი ამ დღის მნიშვნელობას და გრძნობდეს იმ წმინდა მოწამეთა ფარველი ანგელოზების ძალას და მადლს. წმინდა 100.000 მოწამის ისტორია იწყება მაშინ, როდესაც დვინისა და გარნისის აღების შემდეგ ჯალალედინი თბილისში შემოიჭრა. ნარიყალასთან მცხოვრები მოსახლეობა სპარსთა ღალატის შედეგად ხვარაზმელებს მოუმზადებელი დახვდა და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული ქალაქი მტრის ხელში აღმოჩნდა. დედაქალაქში არ იმყოფებოდა მეფე რუსუდანი. მომხდურები აქ განძის კარიდან დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან შემოვიდნენ. ჯალალედინის შურისძიება ქართველებზე სრული და დაუნდობელი იყო. მან სიონის საპატრიარქო ტაძარს გუმბათი მოხადა და ზედ ტახტრევანი დაადგმევინა. დამპყრობელმა ეს არ იკმარა და ქრისტიანების გამაჰმადიანება გადაწყვიტა. სიონიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები მოატანინა. ხიდზე დაადებინა და ხალხს პატიოსან ხატთა დათრგუნვა და სჯულის დატევება უბრძანა. 100.000 ადამიანი შეეწირა იმ დღეს სარწმუნოების დაცვას.
Ari sa se